საუბარი სტუმრებთან, რომელთაც გამოცდილება, პროფესიონალიზმი, კომპეტენცია აძლევს შესაძლებლობას შეაფასონ პროცესები, რომელიც ახლა მიმდინარეობს, თუმცა სიტუაცია იმდენად რთულია, იმდენად მასშტაბური და წინასწარ განუსაზღვრელი შედეგების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, გვესმის კარგად, რომ თავშეკავებულობა ექსპერტების ამ პროცესების შეფასებისას ლოგიკურიც არის, თუმცა მაინც ვცადოთ. კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ ბატონი გელა ბეჟუაშვილი და ბატონი ვიქტორ ყიფიანი არიან ჩვენი გადაცემის სტუმრები. ბატონ გელა, პირველ კითხვას თქვენ დაგისვავთ, აი ტრამპი ამბობდა ახლა, რომ თქვა, რომ ხელს შეგვიშლისო, მაგრამ შემდეგ ხაზგასმით თქვა, რომ ხელს შემიშლისო. ანუ არსებობს რაღაც გარკვეული დიდი გეგმები, რომელშიც ამ ომის გაგრძელება ტრამპისთვის ძალიან ხელის შემშლელი არის. არ იყო დიდად მოულოდნელი, რომ მიუნხენის კონფერენციაზე ითქმებოდა ისეთი რაღაცეები, რაზეც ტრამპი არჩევნებამდე საუბრობდა ძალიან ღიად, ხო? შეიძლება გარკვეული უსიამოვნებები გამოიწვია ფორმამ, იგივე ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლის და ასე შემდეგ, ხო აი სისტემური პოლიტიკისთვის არადამახასიათებელმა ფორმებმა, მაგრამ უფრო ცივსისხლიანად რო შევხედოთ ამ თელს პროცესს და ისე არ აუცრემდეთ, როგორც მიუნხენის კონფერენციის თავმჯდომარე პრეზიდენტი, რომელიც სხვა შორის წლების განმავლობაში მერკელის მარჯვენა ხელი იყო საგარეო პოლიტიკაში და რაც ახლა არა მარტო ევროპაში ტრიალებს, მისი წილი პასუხისმგებლობაც აქვს მაგ საქმეზე, მაგრამ დროებით რო გადავდოთ გვერდზე, იყო თუ არა მოსაოდნელი შეერთებული შტატების ეს მიდგომა და რისი ნაწილი არის ეს ყველაფერი, რა დიდი პროცესის ხელშემშლელ გარემოებად უყურებს უკრაინაში მიმდინარე ომს ტრამპი. მოგესალმებით გიორგი, მივესალმებ ჩვენს მაყურებელს. ვიდრე დიდ გეოპოლიტიკას დაუბრუნდეთ, მე მინდა უბრალოდ ვისარგებლო შემთხვევით და ქალბატონ მზიას ჩემი სოლიდარობა გამოუცხადო, მე არ მქონდა ამის საშუალება და ეხლა მე მინდა უბრალოდ მადლობა უთხრა მას იმ გმირობისთვის, რაც ის აკეთებს და ჯანმრთელობა მინდა უსურვო. ეხლა რაც შეეხება მოულოდნელი იყო თუ არა, ეხლა გარკვეულწილად იმედგაცრუებული მეც ვარ, ეხლა პროფესიულად ვაფასებდი ამ ღონისძიებას, თავად მიღებული მაქვს მონაწილეობა მთელ რიგ ამ კონფერენციებში წლების განმავლობაში და ესეთი დისონანსი ევროატლანტიკურ სივრცეში არ მინახავს, თუმცა არ გამიკვირდა ის, რაც მოხდა და აგიხსნით რატომ. ეხლა ჩვენ ბევრჯერ საუბრობდით აქ, რომ საგარეო პოლიტიკა ნებისმიერ ქვეყანაში არის შიდა პოლიტიკის გაგრძელება. ეხლა ის, რაც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში თქვა, მთელი წინა საარჩევნო კამპანიის დროს იძახდა იგივეს უფრო მკვეთრადაც, ამიტომ მისი ეს რიტორიკა არ გამიკვირდა, მე უბრალოდ არ მეგონა, რომ ამას ის გააჟღერებდა იქ, ზუსტად იმ ადგილას, სადაც ადგილი მიუნხენის კონფერენცია მიიჩნევა ევროატლანტიკური სისხლის გამაძლიერებელი ყოველწლიური ივენთი, რომელიც აჩვენებდა მოყვარეს და მტერს, რომ ურყევი არის სოლიდარობა ევროატლანტიკურ სივრცეში. ეს სოლიდარობა არ დარღვეულა, მაგრამ ამ სოლიდარობაში რაღაც ბზარი გაჩნდა. არასასიამოვნოა, თუმცა მე აქ ძალიან დიდ დრამატიზებას არ გავაკეთებდი, ვინაიდან მჯერა რომ როგორც ევროპელებში, ასევე ამერიკელებში არის რესურსი, რომ ის განსხვავებები გადალახონ, ვინაიდან წინ, როგორც თქვენ თქვით, უფრო დიდი გეგმებია და ამერიკელებს ბუნებრივია თავისი დღის წესრიგი აქვს და ეს დღის წესრიგი არ ემთხვევა ევროპელების დღის წესრიგს. კარგი ამბავი აქ არის ის, რომ ევროპა დაინახა, რომ გაღვიძების დროა. ჩვენ ვცდილობდით წლების განმავლობაში ძველი, ეგრეთ წოდებული ძველი ევროპის ქვეყნების გვისაუბრე ამ სტუდიაში ბევრჯერ ჩემი გამოცდილებიდან გერმანელებთან, ფრანგებთან მათ გამოღვიძებას, მათ მოტრიალებას ვერ შევძელით და ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა ეს შეძლო და ამიტომ ახლა ჩოჩქოლი არის და ასე ვთქვათ, ძველი ევროპა აღელდა. კარგი ამბავი არის ის, რომ ევროპამ უნდა აიღოს მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე, უნდა მეტი ფული დახარჯოს თავდაცვაზე, უსაფრთხოებაზე,
ტერორისტთა ბრძოლაზე ჩვენ ჩემ შემდეგ შეკითხვა ზუსტად ამ რესურსებს იქნება და მოდით ბატონ ვიქტორს ხო და მე გავაგზავნებდი უბრალოდ აი ამ ცრემლებზე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო მომენტი იყო, იმიტომ რომ მე ძალიან დიდ პატივს ვცემს ქრისტოფერ ჰოიზგენს და ბევრჯერ მიხსენები აქაც ამ სტუდიაში რომ მუშაობდი ძალიან მჭიდროდ, როდესაც შეულახავი ყედელი იყო გერმანია მაშინ საქართველოსთვის და მერკელის კანცლერობის შევახსენოთ ბუქარესტის სამიტი პოლიტიკაში მრჩეველი და გერმანია როგორც ასე ვთქვათ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ბუშის ადმინისტრაცია იმ დროს ცდილობდა ევროატლანტიკურ სივრცის ღირებულებებზე აპელირება იმისათვის რომ საქართველოსთვის და უკრაინისთვის სამოქმედო გეგმა ნატოში გაწერიანებით ეგრეთ წოდებული მაპი. ზუსტად იმ ღირებულებებზე, რა ღირებულებებზე ცრემლი დაყარა ჰოიზგენმა. მე მახსოვს ის საუბარი პრეზიდენტ ბუშის და ქალბატონი მერკელის. და ქალბატონმა მერკელმა მაშინ უარყო ეს ღირებულებები მერკანტილური მიზეზით, რომ არ უნდა გავაღიზიანოთ რუსეთი. აგერ დაგიბრუნდა შენ ეს ყველაფერი უხეში ფორმით, მაგრამ ამერიკელებმა აგრძნობინეს, რომ ღირებულებების დაცვა თანაბრად უნდა გავაკეთოთ. აი ეს არის ის გაკვეთილი, რა გაკვეთილიც ევროპელებმაც გამოიტანეს აქედან და დანარჩენმა სამწუხაროდ ძალა ჭირდება და ეს ძალა არ შეიძლება იყოს მხოლოდ სხვის პასუხისმგებლობის ნაწილი და თანმიმდევრობა. საინტერესო დეტალი გაიხსენეთ ბატონო, ეს ის შემთხვევებია, როდესაც თქვენ ალტერნატივ არ გყავთ ხოლმე, იმიტომ რომ მოლაპარაკებებში პრეზიდენტ სააკაშვილთან და სულ რამდენიმე ადამიანთან ერთად თქვენც მონაწილეობდით. ბატონ ვიქტორ, თქვენ ეს გამოცდილება არ გაქვთ ამ ხრივ, მაგრამ ძალიან ინტენსიურად აკვირდებით ღებულოთ მონაწილეობას ამ ასეთივე მასშტაბის კონფერენციებში და ბატონმა გელემ ახსენა, რომ ევროპის გამოფხიზლების საფუძველი შეიძლება გახდეს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ეს გამოსვლა და ზოგადად ტრამპის ეს პოლიტიკა, რომელსაც ის უკვე ღიად თანმიმდევრულად მიყვება, მაგრამ ბევრმა თქვა, რომ ცივი შხაპი იყო. და აი რო წარმოვიდგინოთ ესე ფიგურალურად მძინარე ადამიანს რო ცივ შხაპს გადაასხავ, ყველა ერთნაირად არ რეაგირებს ხოლმე ამაზე. ზოგი შეიძლება საკმაოდ მყარად თვალები გაახილოს, რეალობა გაიაზროს და ადეკვატური მოქმედება დაიწყოს და ზოგი რაღაც პერიოდის განმავლობაში დაბნეულია ბარბაცებს, შეიძლება მიედმოედოს იქაურობას და რაღაცა გააფუჭოს. აი ევროპის დღევანდელ მდგომარეობას როგორ შეაფასებთ თქვენ? მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ სწრაფად დაიწყეს ნაბიჯების გადადგმა, დღევანდელი სამიტი ფაქტობრივად მეორე დღესვე ჩაინიშნა უკვე ევროპის ლიდერების, ბრიტანეთის პრემიერით შეუერთდათ, მათ რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ განსაკუთრებული ურთიერთობების რეჟიმში არის ამერიკის შეერთებული შტატებთან და შეიძლება რაღაც გარკვეული ხიდის როლიც კი ითამაშოს ერთი შეხედვით საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში ევროკავშირსა, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. დიდი მადლობა და უდასტურებ ჩემ პატივისცემას ასეთ გამორჩეულ მოსაუბრეს და პროფესიონალს, ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება არის ამ ეთერში ბატონ გელასთან ყოფნა. მე ფიქრობ, მან და შემდეგ თქვენ ბატონო გიორგი ძალიან საკვანძო სიტყვა გამოიყენეთ გამოგვიძება. ალბათ ეს არის ზოგადად რაც ახასიათებს ტრამპის მიდგომას და ცოტა უცნაური შედარება უნდა გავაკეთო. როგორც ქართული პოლიტიკური ველი გამოაღვიძა ქართულმა ჯენზი თაობამ. ეხლა მართალია ტრამპი არც ვენსი და არც ხვები ჯენზი თაობას არ განეკუთვნებიან, მაგრამ თუ რაიმე პოზიტივზე შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ ტრამპის მიდგომის შედეგად, ეს არის ტაბუ დადებული თემების წამოწევა და გადაწყვეტილებების ძებნისკენ ხშირად ბიძგი და ხშირად პროვოცირებას. ეს ალბათ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ვინაიდან ფაქტია, რომ ევროატლანტიკური სისტემა უსაფრთხოების მოძველდა, მას დაჭირდა განახლება და ხშირად განახლება არ მიდის ტკივილისა და წვალების გარეშე. ამიტომ ტრამპს ალბათ ჩვენ ეს უნდა დაუფასო და მე აბსოლუტურად ვეთანხმები ჩემს კოლეგას, რომ ეს არ არის მხოლოდ ინერცია წინასაარჩევნო კამპანიის, ალბათ ეს იქნება საკმაოდ ისეთი გრძელვადიანი მიდგომა და გრძელვადიანობაში საინტერესო არის, რომ ამ 4 კვირამ, რაც ტრამპმა ჩვენ შემოგთავაზა, იმდენად მდიდარი მასალა გვაქვს უკვე მსჯელობისათვის, რომ ბარეორის სხვა პრეზიდენტი 4 წლიანი პერიოდითაც კი ვერ დაიტრაბახებდა, იმდენად საინტერესო არის, მაგრამ ერთი რამ მაინც მე თავისუფლებას მივცემ და რაღაც ზედმეტ ეს ვთქვათ იმაში უჩვეულობაში არ ჩამითვალოთ. ფაქტია, რომ ტრამპი ჩვენ გვთავაზობს კლასიკურ პოლიტიკის ქმნაზე სრულ უარის თქმას. ფაქტია, რომ ის რაც ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის
წინამძღოლი ეროვნული ინტერესები იყო, რჩება ყოველთვის და დღის წესრიგში. ეს ინტერესები ბუნებრივია, ევოლუციონირებას განიცდის ყოველთვის იმის და მიხედვით, როგორ იცვლება საერთოდ ურთიერთობა არა მარტო პოლიტიკური, არამედ ადამიანებს შორის ურთიერთობებისა, ახალი ტექნოლოგიები, ახალი საფრთხეები, რა თქმა უნდა, საფრთხეების ზრდის კვალდაკვალ ინტერესების ცნება, დეფინიცია მუდმივი ევოლუციის პროცესში არის, ამიტომ ჩვენ არაფერი ახალი ტრამპის ხელმოწერაში არ უნდა ვიებეძებოთ, მაგრამ ტრამპი როგორც არც ერთი სხვა პრეზიდენტი ალბათ ეს ეპოქამას განაპირობა და რისკებმა წინ წამოწია ინტერესების თავისებური გაგება, გარიგება, დილი. ეს არის ალბათ ყველაზე უჩვეულო ფონი, რასაც ტრამპი უქმნის თავის პარტნიორებს არა მარტო ევროპაში, არამედ გვიქმნის ჩვენს და ალბათ ჩვენ საუბრის პროცესში ამ თემასაც შევეხებით. აქედან გამომდინარე, მე კი ვთქვი, რომ ტრამპი ასისტემურია და ამ ხრივ ეს თქვათ ის იმ დოზირების, საჭირო დოზირების წამალი არის, რომელიც ხშირად პაციენტს მკურნალობის სჭირდება, მაგრამ მაინც ამერიკის შეერთებული შტატების ბუნებიდან გამომდინარე, ეს არ არის ჩვეულებრივი სახელმწიფო, აი როგორც ბანკების საბანკო სისტემაში ვიტყვით ჩვენ, ეს არის სისტემას შემქმნელი ბანკი, ხო ვიტყვით ხოლმე, ამა თუ ის ეს არის სისტემას შემქმნელი ქვეყანა, ეს არის indispensable nation, ხო? აუცილებლად ეს არის ეს თქვათ იმპერია მოწვევით გარკვეულწილად. ამიტომ მაინც საყურადღებო არის, რომ მიუხედავად გადაწყვეტილებების ორიგინალურობისა და რა თქმა უნდა ტრამპი მაქსიმალურად გადაწყვეტილებებზე, შედეგებზე იქნება ორიენტირებული, მაინც სისტემურობა გადაწყვეტილებათა მიღებისა ალბათ მნიშვნელოვანი იქნება და ეს ალბათ ჩვენთვის როგორც კომპაქტური ერისათვის მაინც მნიშვნელოვანი არის, რომ გადაწყვეტილებების ძიებამ არ დაკარგოს სისტემურობა მათი შემუშავების პროცესისა. მესმის რასაც ამბობდა ბატონ გელა, აი ორივე უკვე ახსენეთ მნიშვნელობა შეერთებული შტატების მსოფლიო წესრიგის საერთაშორისო სამართალზე დამყარებული მსოფლიო წესრიგის სისტემური ფუნქციონირების და ერთის მხრივ არის კარგი ის, რომ ეს ძველი დინამიკა ევროპის პასიურობისა მხოლოდ დეკლარაციულ დონეზე რაღაც პოზიციების გამოხატვის ეს აშკარად ვეღარ გაგრძელდება და მეორეს მხრივ რეალური გამოწვევების წინაშე დგას უკრაინა, საქართველო, თავად ევროპაც, რუსეთი, ჩინეთის გავლენების ზრდა და საფრთხე ზუსტად ეს იწვევს, რომ ამ რეფორმირება მთელი ამ სისტემის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში არ გამოიწვიოს ბზარების ისე გაფართოება, რომელიც შეიძლება ნაპრალებად იქცეს და ამ ნაპრალებში დიდი მონდომებითა და მოხერხებით, როგორც ჩინეთმა, ასევე რუსეთმა თავისი სოლი ჩაარჭონ და გააგრძელონ თავიანთი საქმეების კეთება. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური ვერსია მოვლენათა განვითარების თქვენ რას ელით რომ მოხდება და თავად ევროკავშირს, ეხლა როგორც ყოფილ თავდაცვის მინისტრ ეროვნული უშუქრების საქმის ყოფილ მდივანსაც გეკითხებით, აქვს თუ არა იმის პოტენციალი ის თვირთი აიღოს საკუთარ ზურგზე, რომლისკენაც ტრამპი ამ პოლიტიკით უბიძგებს თავდაცვის უნარიანობის კუთხით. შეიარაღება, სამხედრო წარმოება იქნება ეს თუ ასე შემდეგ. ახლა ნახე, აქ ისეთი შეკითხვა არის, ბარე მერთი ორი კაცი მსოფლიოში მოიძებნება დღეს, ვინც დღეს ახლა რამის პროგნოზირებას გააკეთებს, იმიტომ რომ მართლაც რთულია, ვინაიდან მართლაც ამ ორ კვირაში, სამ კვირაში იმდენი რამე მოხდა, რომ დღეს ახლა განჭვეთა იმისი რას მოიმოქმედებს ამერიკის ადმინისტრაცია ამა თუ იმ მიმართულებით ძალიან რთულია, თუმცა რაღაც ტენდენცია ჩანს. მე მაგალითად ვხედავ ამ ყველაფერში ერთ ტენდენციას და მცდელობას, ესეც ბევრჯერ ვთქვამთ, რომ მათ არ მოწონთ ამერიკელებს, ასე ვთქვათ, მჭიდრო თანამშრომლობა და კავშირი რუსეთის და ჩინეთის. ანუ decoupling სიტყვაც ანუ განცალკევება ამ ორის არის აშკარა ტრამპის ადმინისტრაციის მიზანი და მიზან მიმართულად ამაზე მუშაობენ და ნუ როგორც ამ დიდ დილებში ასე ვთქვათ, ამ დიდ საქმეებში რასაკვირველია side effect-იც აქვს ამას ყველაფერს და ამ side effects კომპატურმა ქვეყანამ სხვა ქვეყნებმა გაერთიანებებმა თვალყური უნდა ადევნონ, რომ არ მოყვნენ ამ ასე ვთქვათ ამ დილის უარყოფით შედეგში. ეს ერთი მიმართულება, მეორე მიმართულება არის ის, რომ ომის დამთავრება ვის არ უნდა. უკრაინელებზე მეტი ომის დამთავრება არ უნდა, არავის. დამიჯერეთ, მათ თუ უნდა. უბრალოდ აქ საუბარი რის ფასად უნდა დამთავრდეს ეს.
რაც არ მომწონს მე ამ ამერიკის შეერთებული შტატების რიტორიკაში და ესეც სიახლეა სიმართლე რომ გითხრა პროფესიულად ჩვენ დიპლომატია ეგრეთ წოდებული silent work-ი, ანუ ჩუმი საქმეა. ანუ დილებიც კეთდება, მოლაპარაკებებიც, ხელის ჩამორთმევებიც, მაგრამ ეს ყველაფერი სიწყნარეში კეთდება. და მზადდება. პრეზიდენტ ადმინისტრაციის პიროვნებამ, ტრამპის პიროვნებამ, მისმა ემოციურობამ ეს ააღირავა ეს ცნება და ის ანონსებს შედეგს ჯერ და მე იწყებს რომ მე ამ და ნუ თან რაღაც ვადებს აწესებს არარეალისტურს ჩემის აზრით. და ამითი ძალიან გამოცდილ, ძალიან სისტემურ, ძალიან პროფესიულ ცივსისხლიან რუსეთის დიპლომატიას, ჩინეთის დიპლომატიას აძლევს დიდ უპირატესობას. ჩემი აზრით, აი ეს უპირატესობა არ უნდა მისცე რუსეთის დიპლომატიას, რომელიც მართლაც არის გამოცდილი, თანმიმდევრული, პროფესიული და ამას აუცილებლად გამოიყენებს. რუსეთის დიპლომატია, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა დღეს გამოიყენებს ყველა სისუსტეს, ყველა შეცდომას, რომელსაც დაუშვებს ევროპა. დღეს ისინი უკვე მუშაობენ და უკვე აყალიბებენ თავის შეთავაზებას უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის კი, სადაც უკრაინას როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, რომელსაც შეუძლია გადაწყვიტოს, რომელი გაერთიანებების წევრი უნდა იყოს ერთი და მეორე მხრივ, რომელსაც ექნება ძლიერი სამხედრო პოტენციალი, რომელიც ავტონომიურადაც ითამაშებს მნიშვნელოვან როლს რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაკავებლად, ეს ფაქტორები არ უნდა იყოს. და მე მინდა მოგასმენინოთ, სერგეი ლავროვის დღევანდელი განცხადება, სანამ ელრიაჩი ჩავიდოდა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრის შემდეგ ზუსტად იმას ამბობს, რაც ეხლა თქვენ მიანიშნებდით მოусმინოთ ლავროვს. Президент Финляндии сказал, что ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე სტუბმა განაცხადა, რომ პირველ რიგში უნდა დაიდოს ზავი, რომ შემდეგ გამოიყენონ ის უკრაინასთან სამხედრო ურთიერთობების გასამყარებლად. ევროპელების ფილოსოფია არსად გამქრალა, ამიტომ არ ვიცი რა ესაქმებათ მოლაპარაკების მაგიდასთან. ხო, ლავროვი, ნუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აგდებულად შეურაცხყოფილად კიდევ უფრო მეტად ამწვავებს თამოყარეობას, ასე ვთქვათ, ისედაც შელახულს ევროპელებს აი ამ ბოლო დღეების განმავლობაში და ძალიან ზუსტ სიგნალებს აგზავნის, როგორია მათი თქვენ რასაც ეძახით დილის, ანუ შეთანხმების რუსული ვერსია, სადაც უკრაინა განიარაღებულია, სადაც არანაირი პრეტენზიები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთოდ არ არსებობს და საერთოდ რა არსებობს, შემიძლია გითხრათ, კარგად მე ჯერჯერობით არც მესმის. მაგრამ მეორე მხრივ ამბობენ რომ ტრამპს ესეთი მანერა აქვს და ტროლავს ეგრეთ წოდებულ ამ სიტყვას არც ვიცი როგორ ესე იგი აბნევს გარკვეულწილად პუტინსაც იმისთვის რომ მოლაპარაკებებში შეიტყუოს შეიძლება ეს ვერსია საფუძვლიანი იყოს როცა ესეთ გამოცდილ მძიმე ცინიკურ ძალასთან გვაქვს საქმე როგორც პუტინი არის ამხელა გამოცდილებით ნუ რაც მე მოვისმინე და ვიცნობ სერგეი ლავროვი დღეს მოქმედებს ეფექტურად თავის სტილში იყენებს სისუსტეებს, იყენებს იმ შეცდომებს თუ შეიძლება დაუძახოთ ამ რიტორიკაში, რასაც უშვებენ ევროპელები, ამერიკელები და რაც თავარია, დღეს უკვე თამაშობენ იმ პატარა განსხვავებებზე, იმ პატარა ბზარზე და აღროვებენ ამ ბზარს, რომელიც გაჩნდა ევროატლანტიკურ სივრცეში. ეს ყოველთვის იყო მიზანი. ყოველთვის მიზანი რუსეთის ფედერაციის იყო ევროატლანტიკური სივრცის დასუსტება. ხო? არა მარტო ნატოს არ გაფართოვება იყო მათი მიზანი, არამედ თვით ამ ორგანიზაციის, თვით ამ ღირებულებებზე დაფუძნებული სამხედრო პოლიტიკური ალიანსის დასუსტება. და ამას ესენი გააგრძელებენ ძალიან თანმიმდევრულად. უკრაინა ამ შემთხვევაში იქნება უბრალოდ საბაბი, საფუძველი. ისინი აუცილებლად, ჩემი მოლოდინია, რუსეთი ნელ-ნელა და მე ძალიან ფართომასშტაბიანად დაიწყებს შეტანას მოლაპარაკებებში თავისი დღის წესრიგის და შეთავაზებას ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის, სადაც არც უკრაინის ადგილი ექნება. უпростоოდ თავის ადგილს მიუჩენენ უკრაინას. თავის ადგილს მიუჩენენ ახლო ეგრეთ წოდებული სამეზობლო, სადაც საქართველოც არის. აი აქ არის მთელი ამბავი, რომ მარტო უკრაინა იქ არ იქნება. ეს არის ჩემი მოლოდინო და ჩემი წუხილი არის ის, რომ
არა დასავლეთმა, არამედ ზუსტად რუსეთი ჩასვავს საქართველოს თავის ეგრეთ წოდებულ კალათაში მოლაპარაკებების, რომელსაც შესთავაზებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპელებს იმისათვის, რომ გრძელვადიანი მყარი მშვიდობა დამყარდეს ევროპულ კონტინენტზე. მათი წარმოდგენით მშვიდობა ზუსტად ასეთ შინაარსია. ბატონო ვიქტორ, არც თუ ისე სასიამოვნო, როგორც მოსალოდნელი იყო ვერსია რუსული მხარიდან დანახული, რასაც დიდი ალბათობით პუტინი, ლავროვი გაყვებიან, ხო? მაგრამ ეს არ არის ცალკარში თამაში და თავისუფლ მხარდამჭერმა კონგრესმენმა თქვა, უბრალოდ გავიმეორებ ამერიკის შეერთებული შტატები და რესპუბლიკებმა კონგრესმენმა, რომ ტრამპი იმიტომ არ გამختარა პრეზიდენტი, რომ პუტინის დაკრულზე იცეკვოს, უკრაინა დათმოს და ევროპაზე რუსული დომინაცია დაუშვას. ანუ გასაგებია, რომ შეუძლებელია ტრამპი ამას ვერ ხვდებოდეს, როდესაც ბაიდენს დღემდე ჩემი აზრით საკმაოდ დამსახურებულად, მათ შორის იმის გამო აკრიტიკებს ავღანეთიდან როგორ გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატები. ახლა ახალი ავღანეთის პრეცედენტის გამეორება ჩემი აზრით კიდევ უფრო მძიმე შედეგებით ნამდვილად არ უნდა აწყობდეს, მაგრამ რა რესურსებია და მე სიტყვა ოპტიმალური ვერსია ვიხმარე, ანუ პროგნოზირება რთულია, როგორც ბატონმა გელამ თქვა, მაგრამ აი ოპტიმალური რა იქნება? არც ევროპელები არიან სულელები. ამიტომაც შეიკრიბდნენ მეორე დღესვე და არც შეერთებული შტატების პოლიტიკური ხელმძღვანელობა რომ ვერ ხვდებოდნენ აი ამ ნაპრალის გაფართოების პირობებში ორივე რო წაგებული დარჩება. ამიტომ გასაგებია მოისინჯა, მინიშნებები გაკეთდა, გამწვავდა, დაავადება, მაგრამ რით უმკურნალებს დასავლეთი კოლექტიური ვახსენოთ ესე ევროატლანტიკური აი ამ პრობლემებს რადაც საუბრობ, რა რესურსები აქვს ამისთვის? ეხლა ჩემ გაგებას წარმოგიდგენთ საერთოდ ნებისმიერი მოლოდინი ამერიკულ ევროპული კავშირის უდროოდ გარდაცვალების შესახებ არის გადაჭარბებული და გეტყვით რატომ მახსენდება და მინდა შედარებისათვის მოვიტანო მარშალის ცნობილი გეგმა და ნატოს როგორც ორგანიზაციის შექმნა. პრაქტიკულად ეს არის ტყუპი სალი პროექტები, რომლებიც გარდა იმისა, რომ ევროპას გადაეფარა ამერიკული ქოლგაუსაფრთხოების მარშალის გეგმის გამოისობით ემსახურებოდა ამერიკული კაპიტალისა და წარმოების გამსობას ევროპაში და ბაზრის მოპოვებას. მაშინ, როდესაც ეს ბაზარი ჯერ კიდევ გაჯერებული არ იყო კონკურენციით. აქედან გამომდინარე, ერთი როცა ჩვენ ვსაუბრობთ დილი არის სწორედ ის გარემოება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სისტემა შემქმნელი პოლიტიკიდან გამომდინარე ამ სივრცის დათმობა ვერ მოხდება და ამაში სწორედ კორპორატიული ამერიკის ინტერესები არის და მეორე საკითხი ის რომ ამ შემთხვევაში ალბათ თვითონ თქვა უსაფრთხოების ნაწილში ეხლა მე ისიც მახსენდება აი კისინჯერის პერიოდში წამოვიდა ეს თეორია მედმენ თეორია ანუ შეშლილი კაცის თეორია ანუ არსი გამოიხატება იმაში რომ ჯერ შენ ესკალაციას ახდენ ტემპერატურას აწევ იმაში თქვათ დისკუსიაში რომ მე შენთვის საუკეთესო გარიგებაზე მიხვიდე ამერიკელების გადმოსახედიდან ეხლა ზოგადად მე ძალიან ეს ვთქვათ თეორიულ კოლოკვიუმში ვარ გადავიდეთ ამერიკული გეოპოლიტიკა ზოგადად სამ გეოგრაფიას ითვალისწინებს ერთი არის ევროპა აღმოსავლეთ აზია და ახლო აღმოსავლეთი რა თქმა უნდა ამერიკელები ალბათ ესწებიან რომ რესურსის გადაჯგუფება მოახდინონ უფრო მეტად აზიის მიმართულებით შედარებით ნაკლებად აღმოსავლეთ მაგრამ გარკვეულწილად რაციონალიზაცია რესურსების დახარჯვისა ევროპაზე მოხდება მაგრამ რაციონალიზაცია არ ნიშნავს სრულ გასვლას აი რაციონალიზაცია სწორედ იმას ნიშნავს რომ ევროპელების მხრებზე შეიძლება მეტად გადალაგდეს უსაფრთხოების საერთო უსაფრთხოების კოლგის შენარჩუნების კუთხით ეს ტვირთი მაგრამ სრული გასვლა წარმოუდგენელია თუნდაც იმიტომ რომ სხვადასხვა დოქტრინალური მიდგომების მიხედვით ჩვენ კი ვახსენეთ ეს კაპიტალიზმი ჩვენ ვახსენეთ სხვა ინტერესები როცა საუბარი არის ჩინურ-რუსული რევიზიონიზმის შეკავებაზე ამერიკას ურჩევნია ეს უფრო შორ ტერიტორიაზე მოახდინოს ევრაზიის სივრცეში მოახდინოს ვიდრე ეს ზალა ამა თუ იმ ფორმით მიუშვას თავისი გავლენებით საკუთარ ტერიტორიასთან. ამიტომ ეს ისეთი ინვესტიცია არის ევროპულ უსაფრთხოებაში, რომელიც მაქსიმალური დანახარჯით იმავე ზონის გეოპოლიტიკურ დივიდენდს იძლევა. და მე ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ამერიკელები აუცილებლად გარკვეულ კორელაციას და თანაფარდობას დაიცავენ. ამდენად უბრალოდ
ერთი ჩანართი და შეიძლება ამით მე გარკვეულწილად ჩვენი საუბრის მიმდინარეობას გავუსრო, ჩვენი გადმოსახედიდან, როცა ჩვენ ვსაუბრობთ აი ინტერესების თანხმედრაზე, აუცილებელი ერთი შრია არის ქართულ-ამერიკული ინტერესების თანხმედრა და ასეთი სფეროების იდენტიფიცირება და მეორე, რაოდენ ბანალურად არ უნდა ჟღერდეს დღევანდელ ფონზე, ევროპისკენ სწრაფი სვლა და ამ სვლის დაჩქარება. აი ზუსტად ეს იყო ჩვენი საუბრის დღევანდელი საუბრის ბოლო შეკითხვა და ჩვენთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ დანარჩენი იმიტომ გავაანალიზეთ და მოვთელეთ, რომ პირველ რიგში საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან, ქართული ხალხის მომავლის პერსპექტივიდან ამ სურათის დანახვა ერთის მხრივ უზარმაზარ შესაძლებლობებზეც მიგვითითებს, მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში ძალიან გამწვავებულ რისკებზეც და აი ეს ბოლო კითხვა მინდა დაგისვავთ. ორივეს ამ შემთხვევაში ბატონ გელა უცნაური სიტუაცია არის ყოველგვარი კამუფლაჟის გარეშე ქართული ოცნება მათი ლიდერები გულშემატკივრობენ მოვლენათა განვითარების იმ სცენარს, რაზეც თქვენ საუბრობდით ცოტა ხნის წინ. ანუ რუსული ვერსიით უკრაინაში მშვიდობის დამყარებას, ამერიკის შეერთებული შტატების გავლენების შესუსტებას, შემცირებას რეგიონიდან გასვლას და ძველი მე-19 საუკუნის იმპერიების მიერ გადანაწილებული გავლენის სფეროების რეჟიმის აღდგენას, რომელშიც მათი წარმოდგენით საქართველოს სამწუხაროდ მოიაზრება იმ ტიპის რეჟიმების გვერდით, დღესმოქმედი რეჟიმის ბუნების ესე თქვათ აბსოლუტურად გაგრძელებად, როგორც არის აი ამ რევიზიონისტულ სახელმწიფოებში. რა უნდა გაკეთდეს, რა უნდა კეთდებოდეს იმისთვის, რომ ჩვენ არ აღმოჩნდეთ ამ არასასურველი ვერსიის განვითარების პერსპექტივაში. ერთია გამოუვა თუ არა ეს რუსეთს, მაგრამ რაღაცა ფორმის გარიგება ყველა ვარიანტში შედგება, ხო, შეთანხმება შედგება. აი საქართველოს როგორ უნდა პოზიციონირებდეს იმისთვის, როგორ პოზიციონირებს დღევანდელი რეჟიმი, რა როლი აქვს საქართველოს მოსახლეობას, რომ ამ მიმართულებაში მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანოს. ამაზე ჩვენ გვისაუბრია, გიორგი, მე სხვა ფორმულა, სხვა რეცეპტი არ მაქვს, ვიდრე იმისა, რომ ჩვენ ეხლა უნდა ვიჯდეთ და ვასრულებდეთ ასე პირველ თავს მოლაპარაკებების ევროკავშირში გაწევრიანებას. აი ამას უნდა ვაკეთებდით ეხლა უკვე. პარალელურად, იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა რასაკვირველი არსებობს ქვეყნის განვითარებისთვის, რატომაც არა. მე ჩვენ ბევრჯერ გვიმსჯელია, სხვათა შორის გვისაუბრია სხვადასხვა მოდელებზე საქართველოს განვითარების. შევარდნაძის პერიოდშიც, შემდგომშიც და ეს ევროპული არჩევანი ისე კი არ მოვიდა, რომ ვიღაცას მოწონს. ევროკავშირი არის ძალიან, ჩვენ ამაზე გვისაუბრია, ძალიან რთული ორგანიზმი, არ არის იდეალური ორგანიზმი, მართლაც ბიუროკრატია ძალიან მძიმეა და ის დამძიმდა წლების განმავლობაში, რაც დღეს აშკარად ჩანს და ევროკავშირი არ არის იდეალური ორგანიზაცია. მაგრამ ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩემი შეფასებით და ბევრი ჩემი თანამოაზრის შეფასებით, არის ერთადერთი შეიძლება გამოსავალი იმისა, რომ ქვეყანა თანმიმდევრულად, გრძელვადიანად განვითარდეს, შენარჩუნდეს როგორც დამოუკიდებელი, კომპაქტური, ლამაზი, განვითარებული, კარგი ქვეყანა. ეს შეიძლება არ დაეთანხმო ამას, მაგრამ თუ არ ეთანხმები, მაშინ შენ უნდა შესთავაზო შენ ამომრჩეველს, შენს ხალხს, უკეთესი ალტერნატივა შესთავაზო. გინდა, ახლა მაპატია, მაგრამ გავიგე, რომ 38 წლის ამერიკულ კანონს აკოპირებენ და იღებენ საქართველოში. ფარაზე. 38 წელს მიღებული ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1938 წელს. თუ შენ აცხადებ, რომ ევროპული სახელმწიფო ხარ, ევროპაში მიდიხარ, ევროპულ საკანონმდებლო სივრცეს ქმნი, რაღა ამერიკულ კანონს აკოპირებ? შევქნათ ევროპული კანონმდებლობა გამჭირვალობის შესახებ და გადაწყვეტილება იქაც მიღებულია. ანუ ყველაფერში სამწუხაროდ არის სიტყვა და საქმე განსხვავდება, იძახიან ევროპა გვინდა, ყველაფერს ანტიევროპულს აკეთებენ, თუმცა ეხლა ზოგჯერ კრიტიკა მართლა მართებულია და მე უერთდები ამ კრიტიკას, როცა საუბრობენ ევროპულ ბიუროკრატიას, ჩემზე უკეთესად არის ის ევროპული ბიუროკრატია 20 წლის წინ რა იყო. დღეს ევროპული ბიუროკრატია იმდენად ასე ვთქვათ მეგობრულია ჩვენს მიმართ. გეოპოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, რომ ამის გამოყენება არის დანაშაული. უბრალოდ ამას ვიძახი, ანუ ამას უნდა ვაკეთებდეთ ახლა. იმიტომ რომ ჩვენი არა მარტო უსაფრთხოების, არამედ ეკონომიკური უსაფრთხოების, ფიზიკური უსაფრთხოების გარანტია არის
ევროკავშირის სივრცე. რომელიც აუცილებლად გარდაიქმნება, რომელიც აუცილებლად იქნება სახეცვლილი უკეთესი გაგებით, იმიტომ რომ ამ პროცესებმა დააჩქარეს ეს პროცესი ევროკავშირში და ის აუცილებლად განვითარდება ამ გზაზე. ბატონ ვიქტორ და ზუსტად იგივე კითხვით გადმოვდივარ თქვენთანაც. საქართველოს მოქმედი რეჟიმი რო ამას არ ცდილობს და ამის აპირისპიროს, ამის მაგალითი იყო დღევანდელი დღის გამთენია, უბრალოდ ბოლო მაგალითს გავიხსენებ. თავიანცავე პრემიერ-მინისტრს ყოფილს ადამიანს, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერია, საერთაშორისო კონფერენციაზე პირველ პირებთან ჰქონდა შეხვედრა, ჩამოვიდა და ასე უდიერად შეურაცხყოფელად მოიპყრა რეჟიმი, ეჭვი იმაში არავის ეპარება, რომ ეს მათ მიერ იყო ორგანიზებული. ის კი არა და ხა სალომე ზურაბიშვილი რო ბრუნდება საქართველოში, იმასაც კი თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით გარკვეული მუქარები საჯაროდაც გაუგზავნეს. აი ამ სრულ გაუგებრობაში ვართ მოხდრილები. ანუ რეჟიმის არათუ იმედზე ვერ ვიქნებით, რეჟიმი პირიქით ესკალაციას ახდენს, კიდევ უფრო მეტად ამძიმებს, კიდევ უფრო რეპრესიულს ხდის. ახლა სამშობლოს ღალატის მუხლის დაბრუნებაზე ელაპარაკი და ალბათ ამ დინამიკით დახვრეტის მუხლის და ასე შემდეგ, ხო? მეტი რაღა დარჩა, უბრალოდ მეტი ვერც ვერაფერი იქნება. თან იმ განსაზღვრებით, რომ სამშობლოს ღალატის შინაარს ალბათ ბატონი ბიძინე განსაზღვრავს და მდინარაძე და კობახიძე და ასე შემდეგ და აღარ არის სახუმარო ნამდვილად არ არის. მე ყოველ შემთხვევაში დიდი ხანია ამაზე არც მეცინება და არც მეხმარება, იმიტომ რომ კონკრეტული ადამიანები ზიანდებიან, ზარალდებიან, სიცოცხლეს კარგავენ და ასე შემდეგ და ამ ყველაფრის გათვალისწინებით რა უნდა გაკეთდეს, რა როლი აქვს, კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, ქართულ საზოგადოებას იმაში, რომ რეჟიმის ეს არასწორი მიმართულება ოდნავ მაინც დააკორექტოს. თქვენ ძალიან დამეხმარეთ მე პასუხის ჩამოყალიბებაში, პრინციპში ეს არის ის ხაზი, რომლის განვითარება ალბათ აუცილებელი იყო ჩვენ მოგვეხთინა. მოკლეზე დავიწყებ, რაც ბატონმა გელამ თქვა, ამ საშინაო და საგარეო პოლიტიკის ორგანულ ურთიერთკავშირზე. ქართული უსაფრთხოება დღეს სწორედ რო გადის მის საგარეო პერიმეტრზე და საშინაოზე. საგარეოსთან დაკავშირებით ალბათ აღმოჩენას არ გავაკეთებ, რომ იმ ხელწერის ფონზე, რასაც ჩვენ დღეს ტრამპი გვთავაზობს და როგორი ვითარებაც სამყაროში შეიქმნა, ქართული თემატიკის განცალკევებულად მიიტანა და არტიკულირება ალბათ იქნება უპერსპექტივო საქმე, ამიტომ ჩვენ უნდა ვეძებოთ მაქსიმალურად ის შრეები, სადაც ქართული ინტერესის ჩაშენება შეგვეძლება რეგიონალურ ან უფრო დიდ სურათში. ალბათ ეს უფრო ასე ვთქვათ, ბითუმად შეკვრა ჩვენი ინტერესისა სხვა გეოპოლიტიკური ინტერესებთან უფრო მეტი შანსისა და ალბათობის მატარებელი იქნება, რომ ჩვენ საჭირო ყურადღება ესეთი ინტერესები ჩვენ თვლით რომ არის საერთო ინტერესები, გვისაუბრია, გვიმჟელია და ეს ინტერესები გამოკვეთადი არის. სხვა საკითხი არის, თქვენ რასაც ამბობთ, ვინ არის დაგავებული ამ ხრი იმ შრეში, რომელსაც ევალება ამის კეთება და ვინ ისაუბრებს ამ თემაზე. ეს რა თქმა უნდა რიტორიკული კითხვა არის, რაზეც პასუხი არსებობს. და მეორე საშინაობელი. ყოველთვის ვეჭიდები ამ დასეცნებას ინტეგრალური ერთიანი უსაფრთხოება. ვინაიდან უსაფრთხოება არ არის მხოლოდ სამხედრო ან პოლიტიკურ ბლოკში ან ალიანსში გაწევრიანება. ეს პირველ რიგში არის საქართველოს მოსახლეობის და საზოგადოების ფართო კონსენსუსი თანხმობა. რა არის სწორი და რა არის უსწორო. თავი დავანებოთ მაღალ ფარდობან სიტყვებს. სწორი არის, როდესაც შენ გწამ შენი ქვეყნის, სწორი არის, როდესაც შენ ემოციური ბმა გაქვს, სწორი არის, როდესაც შენ გჯერა, რომ შენი ხელისუფლება აკეთებს მართალ და სამართლიან საქმეს და ეს არის სწორედ ის რწმენა, რომელიც განაპირობებს ამ შიდა სოლიდარობას. ასეთი შიდა სოლიდარობის გარეშე უსაფრთხოებაზე საუბარი, მithumetes მის გარე პერიმეტრზე არის უპერსპექტივო საქმე, იმიტომ რომ მისი გენეზისი, მისი ფესვები სწორედ შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში არის და ამ ხრივის ვითარება, რომელიც თქვენ აღწერეთ, ამას არ ვიცი ახლა ლიტერატურულად შეიძლება უწოდოთ სავალალო, უწოდოთ საბედისწერო, მაგრამ მე ასე გეტყოდით რომ იცით შეიძლება ჩვენ ისეთი ვითარებისგან მივექანებით, რომ შეიძლება დაიწუნოს სახელმწიფო სხვადასხვა ნიშნით, რომ ის არის უსამართლო, ის არის ველური, ის არის პლაცებლური, მაგრამ ჩვენ მივდივართ ისეთი ვითარებისკენ და ბევრი არ დაგვრჩენია, როდესაც ჩვენ შეიძლება სახელმწიფოს კი არ დაგვრჩეს. ამ ვითარებაში უსაფრთხოებაზე საუბარი მეტადრე დროის ფუჭი ხარჯვა იქნება ალბათ ისეთ ეთერებში, რომლებიც ესე ვთქვათ გავლენას ვერ ახდენენ გადაწყვეტილებების მიღება მიღებებზე. მე მგონი ეს ეთერი იყო მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელსაც სურს მშვიდ გარემოში ამ ქვეყნის მთავარ პრობლემებზე ლაპარაკი, მოესმინათ რა არის ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევები და რომ არსებობს რესურსები ამ ყველაფრის უფრო უკეთესად. სწორედ აი ეს თქვენ სწორობთ, აი რომ შეიქმნას წნეხი ქვემოდან
რომ ამ წნეხმა რამენერად მიაღწიოს ზედა ეშელონებს და აიძულოს ისინი ერთადერთი სწორი მოქმედებისკენ. მე მესმის თქვენ რასაც ამბობთ, უბრალოდ მე მაინც ვფიქრობ, მაძეზე მოქმედების ბერკეტები თითქმის აღარ არსებობს ქვეყნის შიგნით, მაგრამ არსებობს ჯერ კიდევ ბერკეტების საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც არ არის პოლიტიკურად აქტიური და რომელმაც შეიძლება განსაზღვროს უკვე ეს პოლიტიკური პროცესი, რომელმაც იგივე შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს, რაც ვსაუბრობთ. მადლობა ბატონებო, ბატონი გელა ბეჟუაშვილი, ვიქტორ ყიფიანი იყო გადაცემის სტუმრები, მათ დავამშვიდობები, გავაგრძელებ საუბარს თემაზე, რომელსაც საფუძველი